კი, ნამდვილად და დღევანდელი დღის მთავარი კითხვა ისევ არის უცვლელი, რა სად როდის, რა არის არჩევნები, სად საქართველოში და როდის, რა შეიძლება მალე ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, ინტელექტ კლუბი წიგნის თაროსთან ერთად დღეს არის აქ, აი ამ ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის გადასარჩენად და ინტელექტის ნამდვილად ძალიან დიდი კონცენტრაცია არის აქ, რესპუბლიკის მოედანზე განსხვავებით, ცოტათი მოშორებით პარლამენტისგან, სადაც არალეგიტიმური მთავრობა ეგრეთ წოდებულ სამუშაოს აგრძელებს და ბუნებრივია ძალიან საინტერესო რომ გავესაუბროთ ადამიანებს, რომლებიც აქ იმყოფებიან. ძალიან ბევრი ინტელექტით დაჯილდოებული ადამიანი არის აქ, ერთი მეორეზე უკეთესი და მათი პოზიციის მოსმენა ახლა იქნება ძალიან საინტერესო. მოგესალმებით, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ, არის შეიძლება უცნაური და რთული პასუხგასაცემი. მინდა კითხოთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ახლად არჩეულ პრეზიდენტზე, როგორ იქნება თქვენი შეფასება მისი მოდით ინტელექტის და ზოგადად რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში? მოკლედ, რანაირად შეიძლება შევაფასო არარსებული რაღაცა და ანუ ინტელექტს გულისხმობა ამ შემთხვევაში, მაგრამ საერთოდ ეს პროცესი, გარდა იმისა, რომ ძალიან კომიკური იყო, არალეგიტიმურია ეს პროცესი. ეს რა თქმა უნდა გადაიხედება, ანუ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ისტორიაში ვერ შევა როგორც მე-6 პრეზიდენტი რა, გამორიცხულია. ანულირდება ეს ყველაფერი. ეს პროცესი იყო არალეგიტიმური, ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი და მის ინტელექტთან დაკავშირებით რა ვიცი, რა გითხრათ, აბა როგორ შევაფასო? შესაძლებელია. ხო, წარიელი სიმრავლის შეფასება ცოტა რთულია და კი. რაც შეეხება მთავარ კითხვებს, ისევ რა სად როდის, რა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა ამ შემთხვევაში თქვენ როგორ ამ კონტექსტში ჩვენი გადარჩენის გზა არის ევროპული გზა, შეიძლება ასე ვთქვათ, რაც ნიშნავს თავისთავად დემოკრატიულ განვითარებას, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერ გადავრჩებით, რა ჩვენ ვერ გადავრჩებით იზოლაციაში, ჩვენ ვერ გადავრჩებით სანქციების ქვეშ, ჩვენ გვინდა განვითარება, ჩვენ გვინდა გახსნილობა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მოკავშირეები და ძლიერი მეგობრები, ამისთვის გვჭირდება რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ დემოკრატიულები. ამ ხელისუფლების პირობებში ეგ არ გამოვა. მადლობა ძალიან დიდი, ასეთი არის შეფასებები. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს და მოაზროვნეს თან მინდა საუბარი გავრცელო, ბატონ გედევან. თქვენც იგივე კითხვა მინდა დაგისვათ, ითიც დავიწყეთ. როგორ შეაფასებთ ჩვენი ახლად არჩეული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინტელექტს და რამდენი კმაყოფილი შეიძლება ვიყოთ ამ ყველაფერთან ხდება? აი ხო ხედავთ როგორ დასადროდეს ის კლუბი, რომელიც არასდროს არანაირ პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდა, ის კი შეფოთებულია იმით, რომ ქვეყანას ყავს უდიპლომო პრეზიდენტი, იმიტომ რომ ამის შემდგომ ეტაპი ალბათ იქნება წიგნების აკრძალვა და ინტერნეტის აკრძალვა ქვეყანაში და ახლა არ გვინდა ჩვენ ქვეყანა, სადაც უბრალოდ იქნება კულტი გაუნათლებლობის, ძალადობის, გინების, ბილსიტყვაობის სიმბოლო, რისიც არის ყაველაშვილი, არის ყველაფერი ამისი რა, ყველაფერი იმისი, რაც დაცლილია განათლებისგან, წიგნიერებისგან და ცუდი მაგალითი ახალი თაობისთვის რა, ესე იგი პირდაპირ სანამ წიგნების დაწვაზე გადავდნენ ახლანდელი მთავრობის წევრები, ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური მთავრობის, მაინც მინდა რომ თქვენგან მოვისმინო შეფასება, რას ნიშნავდა ზოგადად აი ეს ნაბიჯი, როდესაც გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ აი ესეთი ტიპის ადამიანი გამხდარიყო ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, შეიძლება და სხვა ტიპის არჩევანი გაიკეთებია, მაგრამ სწორედ ასეთი, აი რატომ? ნუ მე მაინც გონია რომ ივანიშვილი ორიენტირებული არის სახელმწიფო ინსტიტუტების არა უბრალოდ დაკნინებაზე, არამედ უკაცრავად ჟარგონზე და გაბანძებაზე რა, ისა მისი ამოცანა, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო ინსტიტუტები არანაირ ავტორიტეტის მატარებელი არ იქნებიან, გასაგებია რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ავტორიტეტი, რომელიც თავისი პერსონით საზოგადოებაზე ახდენს გარკვეულ შთაბეჭდილებას, ხო და ივანიშვილს სჭირდება არაფორმალური მმართველობა, არაფორმალური მმართველობის პირობებში ნებისმიერი პატივსაცემი და ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუცია მისთვის არის პრობლემა. შესაბამისად, მე მგონია მოტივაცია ივანიშვილის არის, რომ ამ ქვეყანაში გაუქმოს სახელმწიფო და საქართველოს აქციოს თავის პერსონალურ შეფასად. მადლობა, ასეთი არის გედევან ბოლხაზის შეფასება. კიდევ ერთ მოაზროვნეს ხედავ, გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონ ბაჩანა, თქვენს აქ ხართ. ისევ რთული და მარტივი კითხვა ერთდროულად ჩვენი ქვეყნის ცუდი დღეების ისტორიიდან რა შეიძლება ვთქვათ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტზე, მის ინტელექტზე ბევრი შეფასება ვნახეთ, ბევრი შედარება ვნახეთ, მათ შორის ძველი რომის ისტორიიდან თქვენ როგორ შეიძლება შეაფასოთ და რა არის თქვენთვის კითხვები? მთავარი არის ის, რომ აი ხალხი ვისაც ხედავთ თქვენ ამ აქციაზე, მთელი თავის ცხოვრება სწავლობს, ცოდნას ეუფლება, რასად როდის ისე ვერ ითამაშებ, ხო? ბუნებრივია ეს ხალხი არის ინტელექტუალი, მოაზროვნე ადამიანები და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ქვეყანა მიდის იქითკენ, სადაც
არ დაჭირდებათ არც ცოდნა, არც სწავლა, არც არანაირი განათლება და ამის ნათელი ნიშანი იყო გუშინ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად სანახაობა, რაღაცა ცირკი და არა მარტო გუშინ უკვე თვეებია და წლებია ამ ქვეყანაში არაკომპეტენტურობა არის და ყველაფერი არასწორად კეთდება და ახლა უკვე საერთოდ ევროპასაც გვაშორებენ, შესაბამისად ბუნებრივია ჩვენი რეაქცია და არ გვინდა არც ინციტატუსი პარლამენტში და არ გვინდა ადამიანები, რომლებიც საკუთარი შრომით და ინტელექტის და ცოდნის გარეშე უბრალოდ ვიღაცის სასიამოვნოდ არიან სხვადასხვა თანამდებობებზე. როგორც ვიცი, ინციტატუს კარგი ბიოგრაფია ჰქონდა, კარგი ცხენი იყო. შესაძლოა არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ეხლა იუმორშიც, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ვიცით, რომ ქვეყნის ინსტიტუციის დასამარებაა და ეს მოქმედებები, რასაც ეხლა ქვეყანა ახორციელებს, საბოლოო ჯამში ქვეყანას უბრალოდ განადგურებამდე მიიყვანს, არანაირ კურსზე კი არ არის, აქ საუბარი არის ქვეყნის გადარჩენა, არ გადარჩენაზე და შესაბამისად ეს გონიერი და მოაზროვნე ხალხი ბუნებრივია იქ დგას, სადაც საქართველოს ყველა ჯანსაღი მოხალხე დგას და მხარს უჭერთ, რა თქმა უნდა, გამოშვებას უკანონო პატიმრების და ამ ქვეყანაში არჩევნებს, რომელიც განმუხტავს თლიანად სიტუაციას და ჩააყენებს კონსტიტუციურ ჩარჩოში. დამეთანხმებით, ალბათ თქვენთან ერთად აქციაზე აუცილებლად იდგებოდა ნიკა გვარამიაც, რომელიც ახლა ისევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება და აუცილებლად, თუმცა ნიკა გვარამიას ერთწლიანმა უკანონო პატიმრობამ კიდევ უფრო გააძლიერა და უფრო ძლიერი დაუბრუნდა ის საზოგადოებას. შესაბამისად, დღევანდელი მისი რამდენიმე დღიანი პატიმრობას ბუნებრივია მას ვერაფერს ვერ დააკლებს, მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმზე და მის წინააღმდეგ, ესე ვთქვათ, ინტელექტუალ და კიდევ ერთხელ ეს განათლებულ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაზე მეტყველებს და ამიტომაც, რა ვიცი, სანამ ერთიანობა და ერთობლიობა და კონსოლიდაცია ამ ქვეყანაში იქნება, ამ ქვეყანას ვერაფერი დაამარცხებს და აუცილებლად გავიმარჯვებს. ალბათ დამეთანხმებით იმაშიც, რომ ინტელექტი აუცილებლად გაიმარჯვებს ბოლოს და ბოლოს, აქ როგორც გითხარით, არის არა მხოლოდ ინტელექტ კლუბის წევრები, არამედ ძალიან საინტერესო რამ მინდა გაჩვენოთ. ახლა იმედი მაქვს, რომ ცოტა ხნით მოვაცდენ, მაგრამ ეს არის უკვე წიგნის თარო, როგორც ვთქვი, ახალგაზრდა მოაზროვნეები, რომლებიც დროს არ კარგავენ ახლაც და ხედავთ თქვენ, რომ სწორედ ერთმანეთისთვის კითხვების დასმით არიან დაკავებული. მოგესალმებით, მეგობრებო, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. ბოდიში, ვიცი რომ ხელი შეგიშალეთ, მაგრამ მეც მაქვს თქვენთან ერთი მარტივი ან რთული კითხვა. არ ვიცი, როგორ შეაფასებთ ახლად არჩეული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინტელექტს, რა კითხვას დაუსვამდით თქვენ პირადად, ვის რომ კითხვები გააქვთ? აქ რასაც გითხულობთ, არაფერს სიმართლე გითხრათ. არ ვიცი, რამეს ისეც. რატომ გახართ აქ, რა არის თქვენი საკითხი? ანუ ჩვენ ვაპროტესტებთ, აქ გვინდა რომ ჩვენ პოზიცია დავაფიქსიროთ არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ ვინც გავართ, ყოველას ბევრად უფრო მეტი ინტელექტი გვაქვს, ვიდრე ჩვენს პრეზიდენტს ან ნებისმიერ პარლამენტარს შემიძლიათ ამბავად თქვა. იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ისეთი პარლამენტარები მომრავლდნენ, ვისაც ინტელექტის მნიშვნელობა შეიძლება გაუჭირდეს რომ ახსნას. წიგნის თაროს ხართ თქვენ როგორც წიგნების თაროს მოთამაშე ვარ. და თქვენი რამდენიმე მოთამაშეს დაკავებულიც კი, 3 მოთამაშე იყო ჩვენი დაკავებული, 3-ე გამოუშვეს, თუმცა ის ფაქტიც ძალიან სამწუხაროა, ამ ადამიანებს საერთოდ ციხის კედლები შიგნიდან დანახვა მოუწიათ. არის სწორად თქვენთვის მათ შორის სიმბოლური ის, რომ ხო წიგნის თაროს მოთამაშეებს აკავებს დღევანდელი რეჟიმი, სადაც ფაქტობრივად შემდეგი ნაბიჯი შეიძლება წიგნების აკრძალვაც კი გახდეს. წიგნების აკრძალვა უკვე იყო, ამათი ნაბიჯი, რადგან ცენზურა ამუშავეს და რადგან ამათვის ინტელექტს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, შესაბამისად ბუნებრივია, რომ მაღალი ინტელექტის ადამიანებს უფრო ერჩიან, ვიდრე დაბალი ინტელექტის, ვინც მარტივად სამართავია, მათთვის არასოდეს არ გახდება სამიზნე ობიექტი. მადლობა. ესეთი არის, მინდა გაჩვენოთ, თუ რამდენად დიდი არის აქ კონცენტრაცია ინტელექტის. კიდევ ერთ ადამიანს ხედავ, ვისაც მინდა გავესაუბრო, მოგესალმები, ძალიან გთხოვთ, პირდაპირ ეთერში ვართ. კი ბატონო, ბაში თქვენი ნება არის. ხედავთ, რომ ძალიან დიდი კონცენტრაცია არის ადამიანების, როგორც გითხარით, აქ ორი ძირითადი კლუბი არის წარმოდგენილი, ეს არის რასადროდის და ეს არის წიგნების თარო. ფაქტობრივად ჩვენ ახლა ვიმყოფებით რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და აქ ადამიანები ემზადებიან იმისთვის, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და აქედან უკვე გადავლენ ისინიც, რა თქმა უნდა, პროტესტის მთავარ კვერაში, რუსთაველის გამზირზე. ხო, რადევ შავყუთში ამას კითხულობდნენ დღეს და პასუხი ამ კითხვაზე არის მარტივი. ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის ევროპული გზა, მოკლედ, ხო, ინტელექტუალებისთვის ამ კითხვაზე პასუხისგაცემა დღეს მარტივია და ისინი იმედოვნებენ, რომ საკუთარი ხმის ამაღლებით შეძლებენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი
გადაარჩინონ და საკუთარი ხმა მიაწვდონ აქედან ცოტათი მოშორებით შენობაში, სადაც ნამდვილად სულ სხვა ტიპის ადამიანების ხედან და ცდილობენ რომ რეჟიმი გააძლიერონ და ძალაუფლების სადავეები ხელში შეინარჩუნონ. მოკლედ ჩვენ აქედან უკვე ცოტა ხანში მსვლელობით დავიძრებით უკვე რუსთაველის გამზირზე, სადაც როგორც ვიცით, სულ რამდენიმე წუთში ფაქტობრივად დაიწყება მორიგი დღე, მორიგი აქცია და მორიგი სათქმელი, რომელიც არის უცვლელი. ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი.